გამარჯობათ მეგობრებო. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან აქამდე იშვიათი იყო, თუმცა უკვე ჩვენს ბაღებში იშვიათს ვეღარ დავარქმევთ. საკმაოდ გახშირდა ეს ნაძვი. ეს გახლავთ ულამაზესი ვერცხლისფერი ნაძვი ბიოლობოკი. ვერცხლისფერია ნამდვილად და მისი მთავარი მშვენება, თვისება არის ეს რძისფერი საოცარი ნაზარდები. ბიოლობოკი არის პოლონური წარმოშობის ნაძვი. ჩხვლეტიან ნაძვებს, რასაც ეძახიან, ვერცხლისფერი ნაძვია. როგორი ნაზარდები აქვს საოცარი. არის ნელამზარდი. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს პაწაწკუნტელა ნაძვი შესაძლოა გახდეს დაახლოებით 5 მეტრი. ამიტომ იქიდან გამომდინარე, თუ სად მაქვს დარგული, ცოტა ვშიშობ კიდევაც, რომ შესაძლოა ეს პერიმეტრი მას არ ეყოს. თუმცა ჯერჯერობით გადარგვას არ ვფიქრობ, მინდა მოძლიერდეს და შემდეგ ჩამოვყალიბდები საბოლოოდ. გადავრგოთ თუ დავტოვოთ ისევ იქ. ეს სიახლოვეში მასთან არიან ნაძვები, ვითორსის ფიჭვი. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, შეკავებაც, მაგრამ სასურველია რომ არ შეაწუხო ნაძვი თავით. ნახოთ, ჯერჯერობით აქ არის გაზაფხული, შემოდგომა გაზაფხული წინ გვაქვს. როგორი მამაზია. ეს ნერგი ნაყიდი არის სარტიფლორას გორგიაში ვიყიდე, სარტიფლორას ნერგია. ნერგზე ვერაფერს ვიტყვი. არა, გორგიაში არა, თავად სარტიფლორაში ვიყიდე. იმ თავითვე იყო ცოტა სუსტი ნერგი, რადგან დიდი ხანი იყო ქოთანში. იმ თავის პირველად ქოთანში. და ცოტა დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ადგილს შეგუებოდა, თუმცა შეეგუა და თავადაც ხედავთ, აქტიურად დაიწყო ვეგეტაცია, ახალი ნაზარდები. ეს არის 2025 წელი, დარგულია 2024 წელს გაზაფხულზე, გვიან გაზაფხულზე. ერთი წელია ჩვენთან არის და ახლა გამოიყურება ასე. ნაზარდები ჯერჯერობით რაც ეტყობა დიდი არ აქვს, თუმცა ნაზარდების ზრდა ჯერ არ დამთავრებულა და კიდევ დავაკვირდებით თვითოეულ წელს რამხელა ნაზარდი აქვს. ესე არის. არ ფოკუსდება რატომღაც. ესე არის პატარა ჯავშნებში. ეს ალბათ მოყინვისგანაც კარგად იცავს. კვირტები. დავაკვირდი, ყოველ შემთხვევაში ჩემი ნაძვები ჯერ პირველად დაბლა იარუსებზე იწყებენ ნაზარდების წამოღებას და ყველაზე გვიან კენწეროში. ნაძვი ბიოლობოკი ერთი წელია ჩვენთან არის.